ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა და ხელისუფლება ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა. პრეზიდენტი გაიქცა, წავიდა. რა? ეს გაქცევა? მე რომ გითხრათ, ისევ ისტორიკოსი ვლაპარაკობ. სამშობლოს ხალათად არის შეფასება. ხალათაშვილს. მე ჩემი ერის წინაშე ვნანობ იმას, რომ ემას ხმა მივეცი, რომ ემას ხარში დავდექი. ამაზე ნუ ვიდეოთ, ბევრმა მისცა ხმა. რა თქმა ეს არ არის დანაშაული, ჯეროდა ადამიანს, მაგრამ როცა მე თავისი ცუდი და არაწესიერი მოქმედებით უჭერდა მხარს, ამაზე ვჩვენ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. თქვენ ამ ბოლო დროს ვის შეხვდით აი კარლის ქალებიდან ხორბონიათ ვინმე ხო არ არის ესეთი რომ. ამ ბოლო დროს მე მაგალითად ეხლა ბოლო თვეებში რო ოპოზიციაში მთლიანად რო გადმოვედი 1 სექტემბერში, 1 ბოდიში იანვრიდან 91 წლის 1 იანვრიდან, სადაც კიდე მინახავდნენ, სულ უშველი სიტყვებით მლანცხავდნენ, რას ამიწოდებდნენ, რაც კი ენას მოუდგებოდა. აი ხა დღეს მართავენ მიტინგებს. ამ სესიაში არ ჯობია რომ თბილად მივიდნენ თავიდან სტუდიაში და თავისუფლად გამოსვან თავისი აზრი, თუნდაც მონოლოგის სახით, თუნდაც დიალოგის სახით მოიწვიონ თვითონ ოპონენტი ვის თვითონ სურთ და გამართონ დიალოგი. დღესდღეობით სანამ სამხედრო საგანგებო მდგომარეობა ქალაქში და არის სროლები, არის ძარცვები, არის ყაჩაღობები და შეიძლება ამ შეკრებების